მოგესალმებით ბატონო გოგა, გილოცავთ ახალ წელს. დავიწყოთ მიმოხილვა. კი, სიამოვნებით დავიწყოთ მიმოხილვა. მე ვფიქრობ, რომ ისტორიული წელი იყო, 25 წელი და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რაც მოხდა, ეს არის ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს ხელისუფლებამ როგორც არასდროს დაადასტურა მთელი მსოფლიოს წინაშე თავისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ეს არის ამაზე დიდხანს ვფიქრობ, დიდი ხანია უკვე და სულ მაინტერესებს, რომ ეხლა ჩავიხედე როდის იყო საქართველოს ამდენად დამოუკიდებელი და ამდენად სუვერენული სახელმწიფო როგორც დღეს. და საუკუნეებში, რა თქმა უნდა, ეხლა იყო ბრწყინვალე ხანა, გიორგი ბრწყინვალე, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და სხვა ისტორიული მონაკვეთებიც, მაგრამ თანამედროვე ისტორიაში, თქვათ, აი იმ თვალსაჩინში, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რომ შევაფასოთ ეხლა, ჩვენ შეიძლება ისიც გვახსოვს კოლხიდა და სხვა, მაგრამ აი ჩვენ თვალსაჩინში მე არ მახსოვს და არც ვიცი ისეთი ეპოქა, სადაც საქართველოს როგორც სახელმწიფო საერთაშორისო ასპარეზზე ყოფილიყო ესეთი მტკიცე, ესეთი ცალსახად, ასე ვთქვათ, ორიენტირებული საკუთარ ინტერესებზე, საკუთარ მომავალზე, საკუთარ აწყოზე. და ის რასაც ჩვენ ხედავთ, ხო, ის რაც გაბედა ქართულმა საზოგადოებამ, ის რაც გაბედა ქართულმა სახელმწიფომ, საქართველოს ხელისუფლებამ. აი ამ აბსოლუტურად უსამართლო ბრძოლაში, აი ამ გარყვნილ, გადაგვარებულ პორნოლიბერალურ სამყაროსთან დაწყებული ბაიდენის ადმინისტრაციით და უამრავი დაწესებულებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და დამთავრებული ამ აბსოლუტურად დეგრადირებული ევროსაბჭოთა კავშირით, ხო? დღე არ გადიოდა შალვა. არ იყო არც ერთი დღე ამ წლის განმავლობაში, რომ თავდასხმა არ ყოფილიყო საქართველოზე. საქართველოს სახელმწიფოზე, ამა თუ იმ საკმაოდ მაღალი რანგის ბიუროკრატის მხრიდან, რომ აღარ გაუთავებელი რეზოლუციები, გაუთავებელი მოწოდებები, აქ ჩამოსვლები საგარეო საქმეთა მინისტრების, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეების, ვინ არ იყო ჩართული ამ ბრძოლაში საქართველოს წინააღმდეგ და ქართველმა ხალხმა პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ და ქართულმა ხელისუფლებამ დაამარცხა როგორც შიდა, ისე გარე მტრები. და შიდა მტრების, ასე ვთქვათ, აი გაცამტვერება, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, ეს განაპირობა იმან, როგორც არასდროს მტკიცედ დავიცავით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ინტერესები, ჩვენი სუვერენიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე, რაც არნახული, მე ისე ვიმეორებ, ეს არ არის ლიტონის სიტყვები და აქ არ ვაკიბუქობ ახლა მე. არნახული პატივისცემა და ყურადღება მიიქცია მთელ მსოფლიოში. და ამას ჩვენ ყველა ნაბიჯზე, ჩვენ ხედავთ, თქვათ, რითი დაიწყო ეს წელიწადი, როდესაც არალეგიტიმური მთავრობა და იქ რაღაცა არასწორი არჩევნები და დემოკრატიის უკან დახევა და იქ რაღაცა ადამიანის უფლებები და რითი დამთავრდა, რომ საქართველოს დგას პედესტალზე და ის ვინც ამაზე ლაპარაკობდა, აღარ არსებობენ. ევროკავშირი მორჩა. იმის მერე, რაც ჩვენ გვესმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ეხლა უკვე ავსტრალიის სენატორებმა მთელი მსოფლიოდან დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რას დაემსგავსა ეს ჭაობი რა, ეს ბიუროკრატიული ჭაობი, ეს გარყვნილების და იმისი, რა ქვია, კორუფციის ბუდე, ეს ევროკავშირი, რომელიც ჩამოიშალა, ამავდროულად ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც უტევდა საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო? ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრძოლა მოვიგეთ ჩვენი უკანასკნელი საუკუნეების ისტორიის მანძილზე. აი ეს არის რეზუმე ამ წლის. ეს გარე საერთაშორისო ასპარეზზე. შიდა ასპარეზი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორი საკითხი. პირველი, ეს რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა და ის წარმატება მიუხედავად ამ ჯანჯღარისა, ხო? არ ვიცი, პოლიტიკური დემარშები, აი ამ არნახული წნეხის ფონზე ესეთი ეკონომიკური ზრდა სტაბილურად, ასე ვთქვათ, რომელიც ამ წლის განმავლობაში იყო, არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კეთილდღეობაში გავიღვიძეთ. პრობლემები ბევრია, წინ, ასე ვთქვათ, უამრავი თემა არის, რომელიც არის მოსაგვარებელი, მაგრამ, ასე ვთქვათ, ამას ხედავს მთელი მსოფლიო და რაც თავარია, ყველაფერს, რასაც ჩვენ ლაპარაკობთ, ამას ადასტურებს ევროკავშირის და იმ ინსტიტუტების კვლევები და ანგარიშები და ციფრები და რიცხვები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და რომელთან ჩვენ კავშირი და წვდომა არ აქვს, თვითონ აკეთებენ ამას. და მესამე, მე ვფიქრობ,
განსაკუთრებული მნიშვნელობის საქართველოსთვის. ეს არნახული ბრძოლა ნარკომანიასთან და ნარკობიზნესთან რა. აი ნარკოკარტელებთან. ის რაც დღეს საქართველოში ხდება, ამის წარმოდგენა იყო ძნელი. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ყოველ დღე 40-50 კაცს ვგებულობთ, რომ დაიჭერ რა რაოდენობის ნარკოტიკი არის ამოღებული. შენ გესმის, რამდენი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეა გადარჩენილი. შალვა, მე მინდა რომ თელმა საზოგადოებამ ჩვენ უკვე მივეჩვიათ ამ ყოველ დღე 40 კაცი დაიჭირეს, ის 3000 აბს რაღაცას რო დაიჭერენ. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 300 კაცი სიკვდილს არის გადარჩენილი. ხო? ესე იგი 2 ტონა ეს უბედურება, ეს საწამლავი დაწვეს რამდენიმე ერთი კვირის თუ 10 დღის წინ. განადგურეს ხო? ხო. 2000 კაცზე მეტი ადამიანი, ვინც საწამლავს ყიდის, წარმოიდგინე. აი სიკვდილს ვინც ყიდის, ის არის ნეიტრალიზებული და ვთქვათ, ამან აწია ძალიან ვთქვათ ციხეში პატიმრების რაოდენობა, რითიც ახლა სპეკულირება იწყება, მაგრამ ნუ ეს ბუნებრივიც არის, როდესაც ამდენ ადამიანს დაიჭერდა. მე ყველაზე მეტი რა მიგვირს, ეს შენ წარმოიდგინე, როგორი ვნებაა ეს და როგორი დეგრადირება ადამიანის ფსიქიკის, რომ ესმით, რომ ყოველ დღე შალვა იჭერენ 30, 40, 50, 20 თუ 15 რამე. არა, მომგებიანია ადამიანს და ეს არის 20 წლიდან უადომდე. მომგებიანია მათთვის და მაგითო. როგორი ვნებაა, წარმოიდგინე, რომ მიუხედავად ამის, ამას თვითონ ხედავს, იცის, რომ არის ბრძოლა გაჩაღებული და 20 წლიდან იქამდე. და ჩვენ ვისთანა გვაქვს საქმე და როცა ვთქვი, რომ აი მთლიანად დამარცხდა, ვთქვათ, აი ეს სექტა, ბოროტი სექტა, აი ამ მეხუთე კოლონა. შენ წარმოიდგინე, უცხოეთიდან შემოსული, მე არ მინდა ეხლა იქ კონკრეტულად ადამიანების, ვინც აი ამით იყო დაკავებულიო, ჩვენ ახალგაზრდებს წამლავდა, სინდისის პატიმრებს ეძახიან. სინდისის ბარიგებს ეძახიან სინდისის პატიმრებს. და შენ წარმოიდგინე, იბრძვიან იმისთვის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, იმიტომ რომ დღეს ქართველ ხალხს, ქართველ ამომრჩეველს, ქართულ საზოგადოებას წარმოადგენს, ქართულ სახელმწიფოს წარმოადგენს ქართული ოცნება. ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც 10 არჩევნები მოიგო საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ხრიკი, უამრავი ბოროტება, უამრავი ცილისწამება, უამრავი ტყვილი, უამრავი ინსტიტუტი საერთაშორისო მასშტაბის იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ეს წარმატება, თქვათ, პოლიტიკური წარმატება ამ ორგანიზაციის რამენაირად მიეჭკმალათ, ან თქვათ, გადაეფარათ, ეს ვერ მოახერხეს. რატო იცი? იმიტომ რომ დღემდე არიციან ვისთან აქვს საქმე. რა ხალხია ქართველი ხალხი? არიციან არც ჩვენი წარსული, არც ჩვენი ისტორია, თუმცა არც ჩვენი მენტალობა, არც ჩვენი ღირებულებები, არც ჩვენი ღირსებები და არც ჩვენი ბრძოლის უნარიანობა. არიციან ელემენტარულად. ხო, ზოგადად იცოდნენ მაგათ ადრე რაღაც. სოვეტოლოგები არასოდეს არ იცოდნენ, რუსები ვეგონეთ ყოველთვის, გამიჯერეთ. 340 კაცი მუშაობს ამერიკის საელჩოში. აქედან 40-ია დიპლომატი, 300 არის მზვერავი. მინდა გითხრა, რომ სალომე ეს პარიზელი ქაჯუნა რო გეგონება ლიდერი და ხაბეიშვილი და ის რო გეგონება, ესე გაგებაში არ ახარ ვინ არის საქართველოში, ვინ რა ქვეყანაა, რა ხალხია, რისი უნარი აქვს, თქვათ. მე მგონი რომ ცოდნოდათ უკვე ისეთი წამგებიანი თამაში ჰქონდათ, მაგრამ მე მქონდა ძალიან ხშირი იცი ხა ორჯერ სახელმწიფო მინისტრი ვიყავი და რეგულ კვირაში ორჯერ როგორც მინიმუმ თქვათ აი ამ ელჩებთან და ელჩების წარმომადგენლებთან და საელჩოებთან მქონდა ურთიერთობა. მინდა გითხრა რომ იყვნენ ბეცები. ტეფტი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რომელიც მე რუსეთში დანიშნეს, წარმოიდგინე, დონე. ვიკილიქსი რო გამოქვეყნდა და რო ვნახეთ ვიკილიქსში იყო მისი გზავნილები, კი ბატონო. რუსთავი 2-ის მაშინდელი რუსთავი 2-ის იმის მიხედვით იყო შედგენილი ეს გზავნილები. ეს მეტყველებს იმაზე რომ იყო ბეწ და იყო კიდეც. იმიტომ რომ მე არ დამავიწყდება ლევანი ცხონებული ღმერთმა გაანაცვლოს მისი სული. ერთად ვიყავით მაგასთან მისულები, ეს იმის სტადიონის შეკრებამდე ადრე და ვითხრა რომ ჩვენო გავაკეთეთო კლევაო და 4-5000 კაცს თუ შეძლებთო, იმასაც ვერ შეძლებთ, ამიტომ არ გირჩევთ ამის გაკეთებასო. და ხო ნახე მე ის 4-5000 კაცი ტევა არ იყო სტადიონზე. ეს იგი მაშინ მივხვდი და ნუ ამის კიდე ერთ ყველაზე დიდი დასტური, რომელმაც ასე ვთქვათ მაფიქრებინა რომ იმ ქვეყანას ძალიან მძიმე მომავალი აქვს და ვთქვათ ტრამპი გადაარჩენს თუ არა, ეგეც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს არის, როდესაც
იმას საკუთარ ცხენებს რო გამოასწრეს იმიდან, რა ქვია, პორტუგალს ვიძახენ, ავღანეთიდან. CIA-ის დირექტორი მაშინდელი საგარეო დაზვერვის უფროსი გამოვიდა პრესკონფერენცია ჰქონდა დიდი და განაცხადა რომ ჩვენო თალიბებს არ ველოდებოდით ასე სწრაფად. არა, სწრაფად კი არა, იმაში არ ველოდებოდი თუ გინდა ასე სწრაფად, რა ნიშნავს? აბა ვის ელოდებოდი? ეხლა ჯერ ერთი რო არ ელოდებოდი, რა დღეში ხარ, როგორც დაზვერვა. იმიტომ აბა ავღანეთში თალიბები იყვნენ და ამერიკელები იმ დროისთვის სხვა იქ არ დაპირისპირებული მხარე არ იყო, სხვა არავინ, ხო? მეორეს ერთი თუ არ ელოდებოდი ამას საჯარო თელესოფლიოს გასაგებად როგორ ამბობ რო ხარ ბეცია, ვაფშე გაგებაში არა ხარ, რა არის დაზვერვა 20 წელიწადი და 2 ტრილიონი დოლარი და 86 მილიარდი დოლარის იარაღი დაუტოვეს თალიბებს, დღემდე ყიდიან იმ იარაღს აფშე. შესაბამისად, კითხვა მდგომარეობს შემდეგში. გასაგებია, რომ ზოგადად დეგრადაცია ხდება, დეკადანსია, სოფლიო პოლიტიკური აზრის დეკადანსია. სოფლიოსი არა. ლიბერდებილური კი არა, მე მინდა გითხრა, სოფლიოს მიჩარევ ამაში, იმიტომ რომ სოფლიო ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, ევროატლანტიკური სივრცეს დეგრადაცია სრულია, აბსოლუტურად. გასაგებია, პოლიტიკური დეგრადაცია. აბსოლუტურად. გასაგებია. კრახი შეიძლება ითქვას. რა თქმა უნდა, კრახი. რუსეთს ძლიერი ლიდერი ყავს, ჩინეთს ძლიერი ლიდერი ყავს და ასე შემდეგ. ინდოეთს ძალიან, კი ბატონო, გეთახმებით. ლიდერი ყავს? კი ბატონო, აღარაფერს ვამბობ არაბულ სამყაროზე რა. უძლიერესი ლიდერები ისეთები. კი ბატონო. და შესაბამისად შედეგი სახეზეა კაცო, რაც ხდება, ხო? საქართველოს ადგილი ეხლა დღეს ძალიან კარგად აქვს გამონახული. ანუ დივერსიფიცირებულია ურთიერთობები, დივერსიფიცირებულია ვაჭრობა, ჩვენ ეს შევძელით. და მართალია ძალიან უცნაურად შევძელით რა, მერტი დაგვეხმარა ალბათ, მარტივი არ არის. მომავალში რა იქნება? ესე იგი მე ვფიქრობ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, იმიტომ რომ საერთაშორისო წესრიგი ასე თუ ისე რაღაცა ფორმით აუცილებლად ჩამოყალიბდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას და ეს არის ცალსახა. ამის შესახებ პირდაპირ არის ნათქვამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეების მხრიდან, ამერიკიდან, ჩინეთი ჩუმად არის, მაგრამ ყველას გვესმის რუსეთი და ამერიკა შესაძლებლობები, ხო? დღეს დაპირისპირება ნატოსა და რუსეთს შორის იმ დონეზე ავიდა და თუ გავითვალისწინე, მართალია ეს ბეც შენ წარმოიდგინე, როგორი ეპოქა დადგა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არ არის არც ერთი ლიდერი. არც ერთი პოლიტიკოსი არ არის. ხა შეიძლება იმაც მერც პოლიტიკოსი უწოდო, რომელიც გამოდის და ანდა აი არ ვიცი იმას რა ქვია სტარბერს. არა. ორბანია. ხო. ორბანი რა თქმა უნდა, ორბანი მოდელიკაცია, ჩანს კიდევ. პატარა ქვეყნის ლიდერია, მაგრამ ხო. ზუსტად იქ დგას, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობ, იმ მხარეს დგას, სადაც ბრძოლა მიდის აი ამ სიბეცესთან, პოლიტიკურ სიბეცესთან. ის რაც დღეს ამერიკა იმის ევროკავშირის შორის ხდება, ესე იგი ჩვენთან შედარებით, რასაც ვთქვათ, იმას ბედავდა ევროკავშირი, ეს ევროსაბჭოთა კავშირი საქართველოს მიმართ საბავშვო ბაღია, რასაც არც იქიდან გვესმის ჩვენ ევროკავშირთან მიმართებაში, ხო, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის, კონგრესის წევრები, მომაღლესი პოლიტიკური ხო, აღარაფერს ვამბავ რუბიოზე, დივენზე და შემდეგ ხა. დივენსმა რაც მიუნხენის კონფერენციაზე რაც უთხრა ევროპელებს, ეგეთი რამე რო გითხრა, დატოვო დარბაზი და გახვიდე და აღარ შეხვიდე იქ არასოდეს. ესე იგი, მიწასთან ასწორებს ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირს და ეს ცალსახად ხედავთ ამას და დაიმსახურეს კიდეც, იმიტომ რომ ეს ისე გაატარეს, სადამდეა დაცემული, წარმოიდგინე, ზნე, პოლიტიკური კულტურა, ზნე და საერთოდ ღირსება, სახელმწიფოებრივი აზროვნება და თუ გინდა კონტინენტალური აზროვნება, რომ სამი წამყვანი ევროპული ქვეყნის ლიდერი, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის გადაბუგული კიევიდან ბრუნდებიან მატარებლი და ყნოსავენ კოკაინს. და არათუკნო როგორ ხო გახსოვს ეს ამაზე სამარცხვინო სცენა, აი პროს წარმოიდგინე, შენ ეს გაიხსენე ჩერჩილი, ტეჩერი, ის რა ქვია, დეგოლი და ასე შემდეგ, ხო? ნუ გესმის რა ზოგადად. აი საქართველოს ადგილი, ანუ ჯერჯერობით ჩვენ სარგებლობთ იმით, რომ ძალიან ბრძნული სტრატეგია გვაქვს, ჩვენთვის ბევრს არ სხელა და ჩვენც არავის არ ვაღიზიანებთ.
ისე ვახერხებთ რომ არ წვავთ და არ ჩამ. კარგი, შავ, ჩვენთვის თუ არ ცხელა, აბა ვისთვის ცხელო? თუ ვინმეს არა, ამერიკა შეგვეშვა, ამერიკა. არა, ამერიკაშიც კაცო, იქ დიდი ბრძოლა მედი შიგნი. ჩვენ ხო ხედა, აი აქ იჯდა ეხლა კაცი, რომელიც ძალიან კარგად ხსნის იმ ვითარებას, რომელიც დღეს არის მსოფლიოში. ესე კარგად რო ერკვეოდეს, თქვა, ფილოსოფიაში, დღევანდელი პოლიტიკის, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების, იმიტომ რომ ეს deep states, რომელზეც ვლაპარაკობთ, ის ძალიანად მოკალათებულია იქ და ჩვენ ვიცით ეს სახეები, გვარები, ოჯახები და ასე შემდეგ, ყველამ კარგად ვიცით, ხო? რა გავლენა აქვს, მაგათ კი ვხედავთ, რაც უქნეს ევროპას, ხო? შენ წარმოიდგინე დღეს, როდესაც წალეკა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა არის მიგრანტები, უკანონო მიგრანტები. შენ წარმოიდგინე, ახლა შენ ამას ხო ხედავ და შეიძლება ამას ყველაფერს ეთერში არ უშვებ, იმიტომ რომ ძნელი საყურებელია ეს ამა. დღისით მზისით სკოლის ბავშვების გაუპატიურება ხდება ბრიტანეთში, გერმანიაში და ამას ვერაფერს ვერ უპირისპირებენ. წალეკა ვთქვათ ამ პრობლემამ ევროპა და 2 კვირის წინ ევროკავშირის მინისტერიალმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ეს უნდა გაგრძელდეს და მეცაც გეტყვის თქვენს, რომ გადავანაწილებს სხვადასხვა ამას ებძვის ხალამოღებული ორბანი ამასთან ბრძოლაში ჩაერთო ჩეხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი და ამასთან ბრძოლაში არის ჩართული პიცო, რომელიც პრაქტიკულად ხო, გაწირეს ამის გამო. ამიტომ ამ ფონზე მე ვერ გეტყვი, რომ ჩვენი ადგილი გვაქვს. უბრალოდ ეხლა დაკონკრეტებული არ არის, თქვათ ის სქემა, რა სქემით იქნება განხორციელებული მომავალში ევროპული პოლიტიკა და მსოფლიო პოლიტიკა. ჩვენ უნიკალური ადგილი, ასე რომ თქვი ღმერთი, უნიკალური ადგილი მოგცა ჩვენ ღმერთმა და ამ ადგილის გამოყენების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა გამოვიყენეთ, ხო? თორე აქამდე ჩვენ ამას არ ვიყენებდით. დღეს ქართული სახელმწიფოს პოლიტიკამ გამოიხედა და დაინახა აი ამ, ასე ვთქვათ, მტვერში, რომელიც ვთქვათ, მოიცვა ევროპამ ამ პოლიტიკურ მტვერში, დაინახა, რომ შესაძლებლობები ძალიან დიდი არის აღმოსავლეთში, დასავლეთში, სამხრეთში. ჩრდილოეთშიც არის სამწუხაროდ დღემდე დაკეტილია და ესეთი პრინციპული პოზიცია რუსებთან მიმართებაში, როგორც საქართველოს უჭირავს, არავის არ აქვს დღეს მსოფლიოში. არავის არ აქვს მსოფლიოში. არც ამ გაუბედურებულ ევროპას, ამ სამარცხვინო ევროპას, რომელიც როგორც აღმოჩნდა ხანახიდან ვაჭრობს რუსეთთან, ხანახიდან სნიკერსი რო რუსეთში დამზადებული სნიკერში რო გაიყიდება ბრიტანეთში და ლონდონის მაღაზიაში, შენ გესმის რა დონეზეა, იქ აღარ ვლაპარაკობ ნავთობზე, მინერალებზე და სხვადასხვა რამეებზე. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც პრინციპული პოზიცია უჭირავს. არც დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, არ გამორჩა არც ერთ განცხადებას თუ ვთქვათ ქმედებას, რომელიც ამხელს ამ იმპერიალიზმს რუსულს, ხო? არაფერში არ მიხსნა შესაძლებლობა, რომ გამოყენებული იყო ჩვენი ტერიტორია, ჩვენი სატრანზიტო შესაძლებლობები, ჩვენი ჰაერი, ჩვენი ზღვა თუ ჩვენი მიწა, ერთადერთი და რას გვიპირისპირებენ? ჩვენა ვართ პრორუსული ქვეყანა. ეს პრორუსები მართლა ეს ჩოგჯინში მდგომები ესენი. მთელი ევროპიან, ამერიკიან, დედიან, ბუდიანა. იმ დღეს გამოვიდა პუტინი და თქვა ეს ამერიკაო ის ბირთვული იარაღებს და რამეებზე რო ლაპარაკობს. 1 საათს საიდან ყიდულობს საწვავს, ხო არა ვიცით. ხო არა ვიცით. აი ამ პირობებში ერთადერთი რაც საქართველოს დაუპირისპირეს, აი ამ ჩმორებს, აი ამას ხაზარაძეებს, ამ იმეებს, თვითონ პოლიტიკოსებს. ხაზარაძე აღარ ჩანს. დაიმალა. რა დაიმალა? ჯაფარიძე ხაზ აი აქ არიან, ის გამოწიეს წინ. წარმოიდგინე როგორი პოლიტიკური ორგანიზაცია ის გეგელია და მეორე ის და რა გვარია ის? თაზო, ხო. ხო, არა. ის რომ სალომე სამადაშვილიც რო ჩაიმალა, იმიტომ რომ მესმის. ჯერ როდის ხო და აი ამ პირობებში ერთადერთი რაც დაუპირისპირეს ცილისწამება, იგივეა რასაც აქ აკეთებენ რა. ეგ არის პრორუსული ხელისუფლება ყოფილა ჩვენ და ლიტვა, რომელიც ყველაზე მეტ ღვინოს ყიდის იმაში რატომღაც რუსეთში, ის ძალიან ანტირუსული ხელისუფლება და სახელმწიფო. გოგამ, ახალ წლამდე ჩვენ ამ სტუდიაში ხალხს აღარ შევხვდებით. მოდი უთხარი რამე ჩვენ ხალხს. რა მინდა იცი, აი გიგით ამ მე მგონი შენ სტუდიაში მაქვს ნათქვამი, რომ ვიცი რისთვის დავებადე, ეხლა მივხვდი რისთვის დავებადე, რომ იმ ქვეყანაში დავამთავრებ ჩემ ცხოვრებას, რომელმაც ღირსება,
თავისი ადგილი, თავისი სუვერენიტეტი, თავისი დემოკრატიული განვითარება, თავისი სახელმწიფოებრა როგორც არასდროს მაღლა აწია და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ, რომ ამის მომსწრე ვართ. და მინდა გითხრათ, ჩემო კარგებო, რომ ეს შობა ახალი წელი მოგილოცოს ყველას და გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული წელი გველოდება ყველას ერთად, იმიტომ რომ ამ წარმატებაში, რომელსაც საქართველოს მიაღწია, პირველ რიგში ქართული ხალხის, ქართული საზოგადოების, ასე ვთქვათ, გული დევს. მისი თქვა თავგანწირვა, მისი უნარი დაიცვა საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ინტერესები და ამან შექმნა პირობა, რომ ხელისუფლებას, რომელიც დღეს არის, ის ნაბიჯები გადაედგა საერთაშორისო ასპარეზზე პირველ რიგში, რომელსაც აქამდე ვერასოდეს ვერ ბედავდა. ეს თქვენი დამსახურებაა. ამიტომ გილოცავთ ამას და გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობას და ღმერთმა მშვიდობა და წარმატება მოგბადლოს ყველა ჩვენთაგანის ოჯახში. გაიხარეთ ჩემო. მე დღეს არ მოგილოცავთ, იმიტომ რომ ორშაბათს და სამშაბათს კოში ვართ. გემშვიდობებით, ეს გადაცემა გემშვიდობებად გაისამდე, მაგრამ ჩვენი არხის ეთერში კიდევ შევხვდებით. კარგად ბრძანდებოდი. მადლობა.